გამარჯობა მეგობრებო. დღეს მინდა გაგესაუბროთ, მოკლედ გაგესაუბროთ იმ მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ უნდა მივიდეთ ნამდვილ რეალურ მიზეზებამდე. ანუ ნამდვილ რეალურ საკითხის პრობლემის ნამდვილ რეალურ ფესვებთან. ეს საკითხი, რაზეც მე დღეს გავისაუბრებ, ბიზნეს მოდელის საკითხზე, არ არის, რა თქმა უნდა, თვითონ მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი განზომილებაა, რომელიც ასევე სხვანაირად არის გაგებული. ანუ იმის თქმა სურს, რომ რაღაც პრობლემის ძიებისას შეიძლება ზოგჯერ უბრალოდ სხვა კონტექსტში განვიხილავდეთ ამ საკითხს და ეს იყოს მიზეზი რაღაც სხვა გაუგებრობების უკვე შემდეგ, რომელიც მოსდევს ამ შეცდომას და იმ პირობებში, როდესაც მაგალითად გუშინე მთელი ღამე ჩვენ საცხოვრებელ უბანში ორი რომელიღაც დაჯგუფება ერთმანეთს ესროდა კალაშნიკოვების ავტომატი სხვათა შორის და მე როდესაც პოლიცია მოვიდა ერთ-ერთი გაიქცა და ეს კალაშნიკოვის რაღაც იპოვეს და ასე შემდეგ. ანუ აქ შიშზე არ არის საუბარი, ხო ხვდებით ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ ერთხელ უკვე ეს ცხოვრებაში გამოვიარეთ და ბევრი კიდევ სხვა მრავალი რამე გადახვდა თავს. მე პირადად დაახლოებით სხვადასხვა ვითარებაში და სხვადასხვა დრო დარჩენილი დაზიანებისგან მიღებული 2 მეტრამდე იარა მაქვს საუბარი, ასე რომ შიში ნამდვილად არ ლაპარაკებს და ხედავ რომ არც ისეთი შიში კიდევ საზოგადოებაშია, რომ ომი გინდა, მშვიდობა გინდათ ამაზე ამით შიში ის დათესვახდებოდეს, არა. და სწორედ ამიტომ მინდა ახლა წავიკითხო ბიბლია ბიზნეს მოდელთან დაკავშირებით და დანარჩენზე შემდეგ გავისაუბროთ. ანუ რა ხდება აქ? ეს არის ლუკას სახარება, ახალი აღთქმა, სადაც აღწერილია, რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს, ესე იგი, ცვლილობები სხვადასხვა ქალაქებში და ქადაგებები და სხვადასხვა იგავებია მოთხრობილი, როგორც სხვისი მონათხრობი, ასევე თავად იესო ქრისტეს მიერ მონათხრობი, როგორც აქ აღინიშნება. და ეხლა წავიკითხოთ იგავი 10 მნაზე. ერთ-ერთი ასეთი ადამიანია მოხსენიებული მებაჟე ზაქე, რომელმაც მისი სახლი დაუთმო, თუ ერთ სიტყვით აქ დეტალურად არის აღწერილი ისტორია, ეგ ამბავი. მაგრამ ცოდვების მოლანიებას ეძებდა ეს ადამიანი ერთ სიტყვით და იესომ იხსნა რა, შეუნდო ეს ამ ადამიანს, ვინაიდან ესეც აბრამის ძე ყოფილა და ესე დიდარი ადამიანი ნახევარქონებას თავაზობდა. ნუ როგორ მოხდა, რა მოხდა ეს არ ვიცით, თუმცა აი ამ ხსნას, აი ამ დახსნის ამ ადამიანის მისი გვარის თუ მისი სახლის დახსნის ისტორიას ამბავს დაურთო და კიდევ ესეთი იგავი 10 მნაზე. ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო. დაუძახა ამ კაცმა თავის 10 მონას და მისცა 10 მნა და უთხრა, ვიდრე დაუბრუნდებოდე, ივაჭრეთო. მნა მაშინდელ სამყაროში ფინანსური მიმოქცევის საშუალება იყო, მატერიალური ურთიერთობების საზომი იყო, ვერცხლით ზომავდნენ ძირითადად, ფულადი საზომი. მნა და ივაჭრეთო დაუბარა, დაუტოვა 10 მონას. 10 მნა, თითო მნა. მაგრამ მის მოქალაქეებს ამ ადამიანის, ვისაც სხვაგან მეფობა უნდა მიეღო, აქ ადგილობრივ მის ქალაქში მოქალაქეებს ძულდათ ეს ადამიანი და უკან ელჩობა დაადევნეს, როდესაც ის წავიდა მეფობის მისაღებად და დააბარეს, არ გსურს რომ მაგანო ჩვენზე ინეფოსო. ანუ ესა დაბრუნდება უკანო. იცოდეს რომ აქ არ დავხვდებით ჩვენო მისი მომხრეები. როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომელსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგოთ ვინ რა ივაჭრა. მივიდა პირველი და უთხრა, ბატონო, შენმა მნა 10 მნა მოიგო და ამაზე კიდე უთხრა ამ დიდარმა ადამიანმა, ამ
მეფემ რომ კარგი კეთილმონამ რა კი მცირედზე ერთგული იყავ მაშინ შენ ახლა 10 ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება ანუ 10 ქალაქი გადასცა როგორც მისი მეუფებაში ყოფი სავაჭრო ტერიტორია მოვიდა მეორე და უთხრა ბატონო შენ მომნამ 5 უნდა მოიგო მასაც უთხრა შენს 5 ქალაქზე იყავ ბატონიო და გადასცა 5 ქალაქი მესამე მოვიდა და უთხრა ბატონო აჰა შენი მნა რომელიც ხელსახოთში მქონდა გამოკრული ანუ არც მიხმარიაო ვინაიდან შემეშინდა რადგან სასტიკი კაცი ხარ შენ იღებ რაც არ დაგიდია და იმკი რაც არ დაგითესავს ამ დიდარმა კაცმა კი მიუგო მას შენივე პირით განგიკითხავ ბოროტო მონა იცოდი რომ სასტიკი კაცი ვარ ვიღებ რაც არ დამიდია და ვიმკი რაც არ დამითესია აბა რატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში რომ დაბრუნებულს სარგებელი მიმეღო რატომ არ მასარგებელეო და შენი ბრალიაო და იქ მდგომ თუ თხრა წაართვით ამას ეს ერთი მნა და მიეცით 10 მნის მქონდეს მათ უთხრეს უფალო მას ისედაც 10 მნა აქვს და კიდე რაღაც უნდა კიდე მე-11 ეყო რა გეუბნებით თქვენ რომ ყოველ მქონეს მიეცემა ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა რაც აქვს თვითონ ამ მესამე მონას რა მოუვიდა აქ არ არის აღნიშნული მაგრამ ასე დამთავრდა ეს იგავი რომ ხოლო ჩემი მტრები რომლებსაც არ სურდათ რომ მათზე მე მეფაო მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე შეკითხვა აბა რუსულიაო მეგობრებო მებაჟე ზაქესი ყოფილა ეს მოდელი თან სიტყვით დახსნილი ხო და ჩვენ ხო ხა რომელიმე რაღაც რუსულ დოკუმენტს არ ვკითხულობთ ან რუსული გამოცემა ბიბლიას ეს სხვათა შორის მინდა აღვნიშნოს ბიბლია ეს არის ლუკას სახარება მე-19 თავი იგავი 10 მნაზე სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ სხვადასხვა გამოცემაში განსაკუთრებით ძველ გამოცემებში რა არის ეს თავი მთავრდება იმით რომ მოაყვანინა და აცემინა ეს ადამიანები ანუ ზოგ რედაქციებში არის ბიბლიის არ ხოცავენ ეხლა უკვე ბოლოს ერთი 20-30 წელია უკვე ყველგან თითქმის დახოცვაზეა აღნიშნული მაგრამ თუმცა შეიძლება შეხვდეს სხვადასხვა წლების თქვა 10-15-20 წლის წინანდელით სადაც უკვე ჯერ კიდევ არის რო აცემინა მაგრამ ასევე რომ მოკლე ანალიტიკამ მიჩვენა რომ სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვანაირად ინტერპრეტირდებოდა ეს იმიტომ რომ სპეციფიკური ტერმინით იყო მოხსენიებული ხო და ესეთი ამბავია და აქვე მინდა ძალით არ გამოდის მეგობრებო ძალით არასდროს არ გამოდის ხოლმე რაღაცის სიყვარული არ იქნება ძალად ხო და ძალიან მოკლედ ანუ მენტალიტეტზე აქვს საუბარი მენტალიტეტზე საუბრობთ და ყველაფერს სხვაგან ვიძებთ ხოლმე სინამდვილეში აქაურ ჩვენივე მენტალიტეტშია პრობლემები აი მაგალითად იმის დასტურად რომ ჩვენშიც კი თითო ჩვენთაგანში ხა მისმენს და იგებს რასაც საუბრობ არის ორი მენტალიტეტი ერთდროულად და ამის ტესტი არსებობს თუ როგორ უნდა გავიგოთ რომელი მენტალიტეტია მაგალითად და ამ ნოტაზე რომ დავამთავროთ ეს ვიდეო ჩანაწერი ამ ტესტს შემოგთავაზებთ ეს ძალიან ადვილი ტესტია და ასე ვთქვათ ძველი ტესტია ეს მე არ არის სიახლე მაგალითად არის ძროხა ბალახი და სხვა აირჩიეთ აქედან ორი შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და გეტყვით რომელი რისია მაგრამ აირჩიეთ უნდა დაწეროთ ის რომელიც პირველივე იყო ანუ ერთი ის მენტალიტეტია რომელიც უცებ ირჩევს ხოლმე თვითონ და მეორეა რომელიც უკვე ლოგიკით შეგიძლიათ და გადააკეთო და პრაგმატულად და რაციონალურად დაითვალო მადლობა ყურადღებისთვის